სემეკთან შეთანხმებით თელასისა და ენერგოპრო ჯორჯიას მიერ მომდევნო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის ქსელების რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით $1.5 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. საინვესტიციო პროექტები მიზნად ისახავს ავარიული წვეტებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას. უფრო დეტალურად თუ რა მდგომარეობაა დღეისთვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელებში, რას მოიცავს საინვესტიციო პროექტები, რომლებიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში განხორციელდება, ვისაუბრებთ გადაცემის სტუმართან, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორთან, თორნიკე აფრიაშვილთან ერთად. მოგესალმებით, თორნიკე, მადლობა თქვენი სტუმრობისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ ელექტროენერგეტიკის ქსელის რეაბილიტაციისათვის საკმაოდ მოცულობითი ინვესტიცია ხორციელდება და ასე ვთქვათ, ერთი სატარიფო პერიოდისთვის $1.5 მეტი ლარის ოდენობის მოცულობის ინვესტიციის განხორციელება, მე მგონი პირველია, ხო, უპრეცედენტოა ამ სისტემისთვის. კონკრეტულად რა მიმართულებით იქნება მიმართული საინვესტიციო პროექტები, დღეისთვის რა მდგომარეობაა ქსელში და რის გაუმჯობესებას უნდა ელოდოს მომხმარებელი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად ისტორიული ინვესტიციები არის და ასე ვთქვათ, შესასრულებელი უახლოესი 5 წლის განმავლობაში ორივე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ. ეს გახლავთ სააქციო საზოგადოება თელასი და ენერგოპრო ჯორჯია. სრულად საქართველოს მასშტაბით. რომელიც მოიცავს სრულად საქართველოს მასშტაბით სრულფასოვან, ესე ვთქვათ, რემონტების და რეკონსტრუქციების და განვითარების, ესე ვთქვათ, ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაწყებას. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევებია გამანაწილებელ ქსელში. ორივეგან, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ეს არის ავარიული წვეტები, ალბათ რასაც მოსახლეობა ისედაც გრძნობს, როდესაც დღის განმავლობაში რამოდენიმე საათით არ მიეწოდება ელექტროენერგია. რა თქმა უნდა, ერთია წვეტა და მეორეა ის გარემოება, როდესაც ელექტროენერგიის ხარისხი არ არის სტანდარტთან შესაბამისი და უშუალოდ მომხმარებელი ვერ იყენებს ამა თუ იმ საყოფაცხოვრებო დანადგარს. აქედან გამომდინარე, საჭიროა არა მარტო ინფრასტრუქტურის, ესე ვთქვათ, გამართვა, არამედ იმ თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და იმ რეალობასთან პასუხი უნდა გასცეს ამ ქსელმა, რა რეალობაც ეს დღეს არის, ვინაიდან მოგეხსენებათ, გასულ წელს რეკორდული რაოდენობის კონდიცირების სისტემები გაიყიდა საქართველოში და შესაბამისად გამოვიდა ისე, რომ პიკი მომხმარების დადგა ზაფხულში, გამოიწვია აღნიშნულმა ძაბვის, ესე ვთქვათ, მაჩვენებლის გაუარესება ქსელში, ვინაიდან ქსელი არ იყო ამისთვის მზად. იმიტომ რომ ქსელი, აღნიშნული ქსელი დაპროექტებულია საბჭოთა კავშირის პერიოდში, აშენებულია იმ პერიოდში და შესაბამისად მას შემდგომ ამ ქსელით ხდება ოპერირება და ელექტროენერგიის განაწილება. მნიშვნელოვანია ეს ქსელები, ამ ქსელების რეკონსტრუქცია, მომზადება და გათვალისწინება და ახლებურად გადაანგარიშება იმ, ასე ვთქვათ, დასახლებული პუნქტების ელექტრომომარაგების რა რეალობას დღეს გვაქვს, ხო? ამდენი ტექნოლოგიების, ასე ვთქვათ, სიმრავლეა უკვე საყოფაცხოვრებო დანიშნულებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წვეტები. და ვახსენეთ წვეტებზეც ვისაუბრეთ. არ გვაქვს სახარბიელო მაჩვენებელი, ნამდვილად უნდა აღინიშნოს ეს გარემოება, ვინაიდან რეგიონში საშუალოდ, ეს არის ერთ მომხმარებელზე გასაშვალოებული მნიშვნელობა, 60 საათით ითიშება ერთი მომხმარებელი წლის განმავლობაში. საშუალოდ ეს ვთქვათ, დაშვებული ნორმა ამ შემთხვევაში. ნახეთ, როგორ არის ჩვენთან ეს დაშვებული ნორმა არ გვაქვს, ჩვენი მომსახურების ხარისხის წესები იძახის ესეთ რამეს, რომ ყოველ წელს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა გააუმჯობესოს გასული წლის მაჩვენებელი. ვინაიდან მესმის, რომ ახლა ისტორიული ინვესტიციები ჩაიდო და ისტორიული სამუშაოები გველდება წინ და უკვე დაიწყეს კომპანიებმა, თუმცა გასულ პერიოდში იდებოდა ინვესტიციები, მაგრამ არ ნიშნავდა ეს იმას, რომ კომპანიას არ უნდა გაეუმჯობესებინა. ტემპი დაბალი იყო, ცხადია, იყო შემთხვევები და წლები ისეთი, რომ ვერ გააუმჯობესეს და ამის გამო კომპანიები დაჯარიმდნენ კიდევაც და მიეცათ მას მათეთ მითითებები და ამის შემდგომ, ესე ვთქვათ, მოხდა ის, რომ ჩვენ შევისწავლეთ ლოკალურად სად რა პრობლემა გვაქვს, მოახდინეთ, ესე ვთქვათ, კომპანიებიდან გამოთხოვა ინფორმაციების ამ პრობლემებზე რეაგირების და იმ პროექტების ჩამონათვალი, რა პროექტებიც უზრუნველყოფდა ამ პრობლემების მოგვარებას. ეს არის წვეტები, როგორც თქვი, ძაბვის მაჩვენებლები და ან წვეტებს რო დაუბრუნდე, უბრალოდ არის ბევრი ისეთი ელექტროგადამცემი ხაზი,
რეგიონებს გულისხმობ ამ ეტაპზე, რომელიც რთულ რელიეფურ, ასე ვთქვათ, რელიეფზე არის განთავსებული. და ეს განთავსება მოხდა ადრეულ პერიოდში, კიდევ აღნიშნავ, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში იმ დროს არ იყო იმ, ასე ვთქვათ, იმ რეგიონში, იმ ლოკალურ ადგილებზე, მაგალითად, საავტომობილო გზები, რომელიც შემდგომ პერიოდში მოხდა ამ საავტომობილო გზების განვითარება, რომ ეს ტრასები, რომელიც არის ახლა ელექტროგადამცემი ხაზების, აუცილებლად შესასვლელია. და პრინციპში უნდა ითქვას, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში, მაგალითად, ენერგოპრო ჯორჯიას უკვე წარმოდგენილი აქვს მსგავსი ტიპის მონაკვეთები, რომელიც უნდა გამოვიდეს და ადვილად ხელმისაწვდომ და ადვილად საექსპლუატაციო ადგილებში უნდა მოექცეს. იმიტომ რომ თითოეული ავარია გრძელდება ახლა საათობით, ეს აუცილებლად უნდა შემცირდეს და შემცირების გზა ადვილი საექსპლუატაციო ტრასებია მინიმუმ. კი ბატონო, თუმცა თორნიკი აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ წინა პერიოდებშიც ხორციელდებოდა საკმაოდ მოცულობითი ინვესტიციები და რა იყო აი ამ ინვესტიციების მიზნობრიობა, თუ მაგალითად ეს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ფაქტობრივად მთლიანად ქსელის რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს, ხო, წინა პერიოდში ეს იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები თუ სხვა ტიპის სამუშაოები ჩასატარებელი, რომელიც აი მოსამზადებელ ეტაპად შეიძლება განვიხილოთ. დავიწყებ იქიდან, რომ ამ 5 წელიწადში, რა თქმა უნდა, არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ აი ხო ახლოს 5 წელიწადში კი ისტორიული ფული ჩაიდო, მაგრამ დასრულდება და სულ ახალი ქსელი გვექნება 5 წლის თავზე. არა. ეს არის დიდი ნაბიჯი და ამას კიდე დაჭირდება დაახლოებით მსგავსი, ესე ვთქვათ, ტიპის რაოდენობის და ოდენობის, ესე ვთქვათ, ინვესტიციების განხორციელება, თუმცა გასულ პერიოდზე რო ვისაუბრო, გასულ პერიოდში კომპანიები იმ, ესე ვთქვათ, რეალობიდან და იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ ჰქონდათ, იმის მაქსიმუმს აკეთებდნენ და ძირითადად მიმართული იყო ცეცხლის ქრობის პრინციპზე დაფუძნებული, ასე ვთქვათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები. ერთი ეს და მეორეს მხრივ იყო ახლა მოგეხსენებათ, ეკონომიკა ვითარდება, წინ მიდის და საჭიროა ელექტროენერგიის გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი რეალობა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ რაღაცა ასე ვთქვათ, ნაბიჯები გადაედგათ. მაგალითად, ბათუმის განვითარება, ხო, რომ ამხელა ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა აშენდა უახლოეს გასულ 10 წელიწადში. ამ 10 წელიწადში თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფდა ფეხ-და-ფეხ მიდევნას, ამ დღეს სერიოზული პრობლემის წინაშე ვიდგება. თუმცა შეგახსენებთ, რომ ბათუმში გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო გამანაწილებლად ქსელთან ახალი მიერთებები. რატომ? იმიტომ რომ არ იყო იქ შესაძლებლობა დამატებითი სიმძლავრეების მიტანის და საკმაოდ შეაფერხა იქ განვითარება ბათუმის. შემდგომ მოხდა ინვესტიციების, ესე ვთქვათ, განხორციელება, პროექტების განვითარება, იქ რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ესე ვთქვათ, მთლიანად თანამედროვე, ესე ვთქვათ, სტანდარტების მიხედვით დაპროექტა და განახლდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ამის შემდგომ ხდება დღეს, რომ ბათუმში კიდე არის, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ განვითარდეს. თუმცა ასეთი ბევრი, ესე ვთქვათ, ლოკაციური ადგილი გვაქვს ქვეყანაში, ხო? დედაქალაქი ავიღოთ, ამოდენ მასშტაბური პროექტებია კიდე წინ. კი ბატონო, და აი ამ 5 წლის განმავლობაში თუ არის ესე ვთქვათ, პრიორიტეტული რაიონები თბილისში, ქუჩები, სადაც უპირველესად დაიწყება პროექტების განხორციელება, როგორ არის ლოკაციები შერჩეული, მაგალითად, 1 წლის განმავლობაში რა უნდა გაკეთდეს, მომდევნო წლის განმავლობაში რა უნდა გაკეთდეს, იმისთვის საბოლოო ჯამში 5 წლის შემდგომ მივიღოთ ის სურათი, რასაც მარეგულირებელი ელოდება გაუმჯობესებას მსახურების ხარისხის მიმართულებით. დიახ, ნახეთ, ეს მასშტაბები, საინვესტიციო მასშტაბები, რაც არის, არ მოიცავს ას კონკრეტულ უბანს, ან კონკრეტულ ქუჩას, მოიცავს სრულფასოვნად ქვეყნის მასშტაბით პირველ რიგში ყველაზე, ესე ვთქვათ, ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის ჩანაცვლებას. მეორე, რაც არის, როგორც ვახსენე, რთულ საექსპლუატაციო პირობებში მყოფ ინფრასტრუქტურის ან გაუმჯობესებას, რომ ექსპლუატაცია გამარტივდეს, რომ რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, მარტივი იყოს მომსახურება და შემცირდეს ავარიები. მესამე, რა თქმა უნდა, ის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რაც გვაქვს, თუნდაც ეს ქუჩებზე იქნება განთავსებული, ეს ყველაფერი იდენტიფიცირებული აქვს კომპანიებს და იციან, რომელი არის, ესე ვთქვათ, სასტრაფოდ მისახედი და რა თქმა უნდა, ეტაპ-ეტაპ ესეა გათვლილი ყველაფერი და ესე მიდიან, ესე ვთქვათ, ნაბიჯებით ამ უახლოესი 5 წლის განმავლობაში და უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც უნდა, ვთქვათ, განვითარდეს, ამის გარეშე გამორიცხულია, ორივე კომპანია ავითარებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომ შემდგომ ისევ მათ მოახდინონ ოპერატიული რეაგირება გქონდეთ ერთი, მეორე გქონდეთ მუდმივი მონიტორინგის საშუალება ქსელზე, ხედავდნენ სად ავარია აქვს, რომ არ ელოდებოდნენ დაუშვათ მოხმარებელს, რომელსაც რაიონში რო იქიდან გამორთვა აქვს, არამედ თვითონვე თავის დროზევე დაინახონ რამე პრობლემაა ქსელში და მოახდინონ სწრაფი რეაგირება, რაც მთავარი და მნიშვნელოვანი არის.
გასაგებია და მოკლე პერიოდი, ანუ გრძელვადიანი პერიოდი არსებობს ესეთის, როდესაც მომხმარებელი იგრძნობს გაუმჯობესებას, იგივე მომსახურების ხარისხი იქნება თუ ავარიული წვეტების მნიშვნელოვნად შემცირება. ესეც როგორ არის აგიხსნით ახლა. მთელი საქართველო ესე ხვალიდან ვერ იგრძნობს, რა თქმა უნდა. მაგრამ გაჩნდება ის დასახლებული პუნქტები, რომელიც ამ წლის ბოლოს უკვე იგრძნობს და ესე ვთქვათ თავის თავზე ნახავს, რომ თოვლი რომ მოვა არ გაეთიშება ელექტროენერგია, ქაირო იქნება, აღარ იქნება ავარია და ეს ნელა-ნელა ეს დასახლებული პუნქტები იგრძნობენ და ნუ რა თქმა უნდა ჩვენი ესე ვთქვათ მიზანი ის არის, რომ ეს მთელი საქართველო მოიცვას და კონდეს ისეთი ევროპული სტანდარტის გამანაწილებელი ქსელი, რომლისთვისაც ასე ვთქვათ ამხელა ინვესტიციები არის გათვალისწინებული. გასაგებია და მინიმალურად მინიმუმამდე შემცირებული ავარიული წვეტები. ძალიან საინტერესოა თორნიკე მონიტორინგის სისტემა, როგორ ახორციელებს CEMEC მონიტორინგს კომპანიების მიერ შესასრულებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში სამუშაოების დაკვირვების მიმართულებით, რომელიც უშუალოდ აი კონკრეტულად ქსელის რეაბილიტაციას თუ სხვა ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება. დიახ, მონიტორინგის სისტემა ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ ორნაირი, არის კამერალურ შესწავლას ვაკეთებთ პირველ რიგში, ანუ კომპანიები წარმოადგენენ მათ ფაქტობრივ განხორციელებულ ინვესტიციებს, ანუ რა განახორციელეს, რა სამუშაოები, რა პროექტები და ასე შემდეგ. ვახორციელებთ დოკუმენტალურ შესწავლას, ეს არის კლასიკური შესწავლა და შემდგომ ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი გადის ადგილზე სწავლობს კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოებს, რამდენად შესაბამისობაშია სტანდარტთან, რამდენად გონივრული იყო მის მიერ ჩატარებული სამუშაოები, მიზნობრიობა როგორი იყო და ასე შემდეგ. თუმცა ახლა უკვე დავამატეთ ახალი თანამედროვე, ასე ვთქვათ, მეთოდი შემოწმების, ანუ ელექტრონული საშუალებით, ან შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უზრუნველყოფს, ასე ვთქვათ, მუდმივ მონიტორინგს, კომპანიები ინიციირების ეტაპზეც ამ, ასე ვთქვათ, ჟურნალში მოახდენენ, ასე ვთქვათ, სამუშაოებს შეიყვანენ, მიმდინარეობას სრულფასოვნად დავინახავთ ჩვენ როგორ, ასე ვთქვათ, ახორციელებს მიმდინარეობას ამ პროექტზე და რა თქმა უნდა დასრულების ეტაპიც იქ სრულფასოვნად გამოჩნდება. ანუ ეს არის პროექტების მართვისა და მონიტორინგის პორტალი, რომელსაც ჩვენ ნერგავთ ახლა, ნუ პრინციპში უკვე შეიძლება ითქვას, რომ უკვე უშვებთ, უკვე თითქმის ავამოქმედეთ, ანუ მივედით მაგ ეტაპზე და დღე-დღეზე უკვე ესე ვთქვათ დაიწყებენ კომპანიები ამ პროგრამის შევსებას. გასაგებია და იმ შემთხვევაში თუ იქნება გარკვეული ხარვეზები, ალბათ იქნება გარკვეული სანქციებიც CEMEC-ის მხრიდან, რომელიც არაერთხელ ყოფილა კომპანიებთან მიმართებაში, როდესაც მომხდარა მათი მხრიდან სალიცენზიო პირობების დარღვევა. დიდი მადლობა თორნიკე გადაცემაში სტუმრობისთვის და საინტერესო ინფორმაციისთვის. ვიმედოვნებ, რომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების შესახებ კიდევ ვისაუბრებთ ამ ეთერის საშუალებით. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენ საუბრობდით CEMEC-ის წარმომადგენელთან თორნიკე აფრიაშვილთან ერთად ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციის საკითხებზე.